დღეს ხდება უფრო და უფრო შესამჩნევი, რომ მიდის მოვლენების ესკალაცია ძალიან საშიში მიმართულებით. თუ ბოლო 2 წლის მანძილზე მაინც ეს ძირითადად პოლიტიკურ ჩარჩოებში ჯდებოდა, ხანდახან ძიმეც იყო დაუშვათ იქ არჩევნები ყალბდებოდა თუ რაღაც სხვა მოვლენები ხდებოდა, ეს მაინც პოლიტიკური პროცესი იყო, ნეგატიური, მაგრამ პოლიტიკური პროცესი. ივნისში, მაისიდან უბრალოდ გამოჩნდა უკვე ტყვიები, გამოჩნდა ჩახუჩები, არმატურები, უკანონო შეიარაღებული თუ შეუიარაღებული ფორმირებები. შენ ძალიან კარგად გახსოვს 90-იანი წლები როგორ იწყებოდა, იყო ჯერ ჩატეხილი ხიდი, მერე იყო აი ესეთი რაღაცა გამოქაჩო ქუჩაში და ბოლოს მივედით ტრაგედიამდე. ხო არ ფიქრობ, რომ რაღაცით გამჟღავნდა ეს სიტუაცია? ჯერჯერობით საბედნიეროდ არ გავს, მაგრამ ტენდენცია შეიძლება იყოს აქეთკენ და ასე ვთქვათ, მანიშნებელია ამისა ის პროცესები, რაც ჯარში განვითარდა მუხროვანის ამბობთან დაკავშირებით, ჭალებში რასაკვირველია ვამბობ, გულისხმობ მუხროვანის ამბობს და ზოგიერთ სხვა ეპიზოდს, რომელიც ყრუთ ისმის, დეზერტირების მასიური დაკავება, ვთქვათ, ეს დეზერტირები პირობითად შეიძლება დაარქვა ყველა მათგანს. ადამიანებისა, რომლებმაც მერე მიაწოვეს თვითონ პოსტი ომის დასრულების შემდეგ. ასე რომ ჯარის მიმართ გატარებული გარკვეული ღონისძიებები მე მაფიქრებინებს, რომ სპეციალურად ხდება ეს, იმიტომ რომ ზუსტად 92 წლის განმეორების ეშინია მამას. გარდა ამისა, თვითონ საზოგადოებაში გახლეჩილობის თემა არის იმდენად მწვავე, ხოლმე რომ სამწუხაროდ ზუსტად ის მეორდება, რაც მეორდებოდა, რაც იყო ზვიად გასახურდიას პრეზიდენტობის დროს, როდესაც ძმად-ძმას არ ელაპარაკებოდა დედაშვილს და ასე შემდეგ და გაუთავებელი ომი იყო იმის თაობაზე, ვინის ჯობია. მაშინაც ეს კითხვა ისმებოდა, თუ არა ზვიადი ვინ, ეხლა ის კითხვა მე ამას სპეციალურად ხალხს უსვამდი, რომ ვითი შენ დამოკიდებულება პირველი პრეზიდენტის მიმართ. აი და ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საერთოა, მაშინაც ასე იყო მეთქი ვიმეორებ, თუ არა ზვიადი აბა ვინ, ეხლაც იგივეა თუ არა სააკაშვილი აბა ვინ და აი ამის გამო ჩაშლილის უფლებიც მინახია, გადამტერებული ნათესავები ერთმანეთზე და გაუცხოება საშინელი და პატარა ერისთვის, როგორც ქართველებია ამ 20 წლის განმავლობაში ორჯერ სამჯერ და იგივეს გამეორება ეს ღლის და შლის. აი სისტემები არის ზუსტად მეც რაც მე მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველი შეკითხვა ადამიანს რო გაიცნობდი, ეს იყო თავშოთ ზვიადის მომხრეა თუ ოპოზიციას ორივე მხრიდან თანაბრად ხდება. დღესაც ეხლა სხვა შეს რამოდენიმე დღეს ვიყავით დასავლეთ საქართველოში, ჩვენ სვანეთში ვიყავით და რაღაც ყურში ძალიან მომხდა, როცა პირდაპირ ამბობდნენ, რომ აი ეს ოპოზიციის სოფელია, ის ნაციონალების სოფელია. შევარდნაძის დროს იყო მძაფრი დაპირისპირება, მე გულისხმობ აი თავშოთ იმ გადატრიალებიდან ვარდების რევოლუციამდე, მაგრამ რაღაც ეს არ შემოდიოდა იმდენად პირად ურთიერთობებში, ხარო ვიღაცა შევარდნაძის მომხრეა თუ აღორძინება. ძალიან საშიშ აი ჩატეხილობის მაჩვენებელი არის, რომ დღეს პირდაპირ საქართველოში რაც ბიჭებმა ეხლა მოყვნენ. აი როგორ შეიძლება დავუშვათ 20 წელიწად უმცროსი ადამიანი გაიმეტოს სასიკვდილოდ რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიის გამო და ამას მე სხვა შორის არ ვამბობ, რომ ერთი მხრიდანაა აქ მარტო ადგილი, მე მინდა რომ ჩვენ თავზეც რაღაცა დავინახოთ პრობლემა. თავის დროზე ახლა შენ ახსენე 91 წელი ნამდვილად მე მქონდა სიმპათიები დავუშვათ პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ მე დავუშვათ სხვა კონტექსტში როცა უკვე სისხლისღვრა დაიწყო, ეხანდელი გადასახადებიდან რო უყურებ, ალბათ ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რის გამოც იმ ტრაგედიამდე მივიდით, მაგრამ ღირდა თუ არა ის არგუმენტები ან ერთი ან მეორე მხარისა იმად, რაც მოხდა. იგივე ხო არ ხდება ეხლა, ხო არ შეიძლება აი ამ დაპირისპირებაში, რადგან ეხლა დავთ გაგვეპაროს უფრო მნიშვნელოვანი. გაგვეპარა უკვე. გაგვეპარა მნიშვნელოვანი, გაგვეპარა ჩვენი ტერიტორიები, მე არ ვლაპარაკობ საქართველოს ტერიტორიული ცვლილებებზე, ასე ვთქვათ და ტერიტორიების ჩამოჭრაზე. გაგვეპარა ჩვენი ტერიტორიები და გაგვეპარა ჩვენი ხალხი. აქ მარტო ქართველებს არ გულისხმობ იმ ერების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებიც დამერწმუნებულნი თავისი დიდი ნაწილი. ერთი წამოჩვენი ეხლა ჩაი და ყავა მოვიდა. დიდი მადლობა. მე მწვალი მომიტანეს ხო? კი, როგორც უპრეცესია. და ამას დამეწვალი მოვიტანეს. სანამ არ მოიხდი ბოლომდე. ხო და გაგვეპარა აი ეს ამბავი, ესე იგი ტერიტორიები და ხალხი გაგვეპარა. იცი როგორ არის? მაშინაც გაჩნდა გარკვეული ნიჰილიზმი და დაღლილობის და შევარდნაძის პერიოდში უფრო ზვიადის დროს ნაკლებად იყო ობიექტურად.
ეხლა ეს ნიჰილიზმი გაჩნდა და ეს ფრაზაც რომ ორივე თავი მოგვაბეზრა ერთმა ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ხელში ამოვიდა ეს ყველაფერი დაიღალა ხალხი ესეც ფრაზებიც არის მაგრამ გაპარებასთან დაკავშირებით ვიმეორებ რომ უბედურება ეს არის რომ გაგვეპარა ჩვენი ხალხი ჩვენი საზოგადოება თვალსა და ხელშუა გვეცლება ის ფასეულობები რომელიც ტრადიციული იყო ჩვენთვის ამ ფასეულობებში გულისხმობ თუნდაც განათლების კულტურა ენის კულტურა და უამრავი სხვა რამ. ეხლა ტერიტორიებზე აღავლაპარაკობ, შემოგვეწყნა შაგრენის ყავით ყველაფერი ეს ხელში, ის რომ როდესაც ამას დავიბრუნებთ, დავეთქვა დავეთანხმეთ ჩვენ ეხლა პრეზიდენტს და თქვით რომ აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ რამდენი კატაკლიზმი და პერიპეტია გადავიტანეთ, რამდენი უბედურება გადავიტანეთ, ამის გამო გადასატანი გვექნება კიდევ ეს დავიბრუნებთ. მე მამუკა ტერიტორიების უნდა სოლიდური ნაწილი დავუთმოთ რაღაცა ჩვენი გადარჩენისა და ციფროს შენამთენებთან გაქვს ინტენსიური შეხება. მანამდე მინდა ისევ ამ ჩატეხილი ხიდის საკითხს დაუბრუნდე. გამოსავლის კუთხით, აი, მაშინ მე როცა მოხდა მე ვიცი რომ ორივე მხარეს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მყავდა მაშინაც და დღესაც განსაკუთრებით როცა ამ მოვლენებმა ჩაიარა, ახლა ხშირად მიწევს ხოლმე ხანდახან სუფრაზეც აი ორივე მხარის წარმომადგენლები ზიან და ტრაგიკულად იხსენებენ რომ აი როგორ ამ დაგვიბნევა მაშინ გონება და მე მახსოვს იყო მოწოდებები რომ რატო იმანაგა გაგოჩერა, რატო ის არ ჩაერია. დღეს სად არის გამოსავალი? აი რაღაცნაირად გვინობ რომ ძალიან ახლოს ვართ რაღაც ძალიან ცუდ მოვლენასთან. ის რასაც ხელისუფლება აკეთებს ახლა რომ პლასტიკური ტყუები დააკავოს პირდაპირ უკვე კანონიერად ხელში პოლიციას ეს იმას ნიშნავს რომ თუ ზაფხულში არის შემოდგომაზე რაღაცა წინასწარ ძალიან არაპროგნოზირებადი მოვლენებისკენ მიდის პროცესი. ხელისუფლება ფაქტია რომ ამ მიმართულებით რაღაცა სერიოზული ნაბიჯების გადადგომას არ აკეთებს. აი დაუშვათ თქვენ როგორც არაპოლიტიკურმა, არაპარტიულმა საზოგადოებამ ან ჩვენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ რომ რაღაცნაირად მოვლენები ამ კალაპოტიდან ამოვაგდეთ. იცი რა შეასაქმე რომ მოდი აი ესეთი ასე მივუდგეთ ამას. პოლიტიკური პარტიებისგან რას მოითხოვს ხელისუფლება? პოლიტიკური პარტიებისგან მოითხოვს ფრაზა ასეთი ყოველ შემთხვევაში უნდა მოიქცეს კონსტიტუციური ჩარჩოში. კონსტიტუციური ჩარჩოში მოქცევა ზუსტად რო კითხო თვითონ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ვერ გეტყვის რას ნიშნავს. მისთვის კონსტიტუციური ჩარჩოში მოქცევა არის ჩუმად ყოფნა. და თქვათ, ესე იგი, სხვა საპარლამენტო ტრიბუნა თუ არა გაქვს, ყოველ შემთხვევაში გაზეთში წერე და იქ ინერვიული. გამოდედა გედენის ძეგლთან შეკრება 200-მდე მომხრე და იქ გამოდის სიტყვით. ეს არის კონსტიტუციური ჩარჩოში მოქცევა, მისი აზრით. თუმცა უშვებს რასაკვირველი რაღაცა ფორმით მიტინგს, შეკრებას და მანიფესტაციას და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ეპიზოდი, რომელსაც გადატეხის შეტანა არ შეუძლია. ანუ რაღაც ის კოსმეტიკური ღონისძიება. გარდა ამისა, არის ესე პირველი. მეორე, მისთვის არის, ესე იგი, კონსტიტუციური ჩარჩოში მოქცევა არ არის აუცილებელი. ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რადგან მოგახსენე, რომ ზუსტად არის ის, რას ნიშნავს კონსტიტუციური ჩარჩო. მისთვის არის დაახლოებით ეს ფორმა უფრო სწორი, რომელიც ერთხელ ალბათ მამაია ახსენა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ამიტომ ჩვენ იმას გავაკეთებთ. ეს არის უსამართლობა და არასწორი.